Ნიკა მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. როდის ჩამოხვედით ზუგდიდიდან, იმიტომ რომ გუშინ ზუგდიდში იყავით, არა მარტო თქვენ, არამედ ნაციონალური მოძრაობის ბევრი ლიდერი და ანუ კონსპირაციის ერთ-ერთი ნაწილი იყო ისიც, რომ აი რა ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული სპექტაკლი, იმიტომ რომ მთელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იქ იმყოფებიან. დღეს დილით ჩამოვედით, მოგესალმებით. დიახაც, ეს პროპაგანდა იწყებოდა გუშინ დაახლოებით ბანკში შეჭრიდან 1 საათში, ხო ვადევნოდი ხა თვალყურ სოციალურ ქსელს და მათ შორის სახელმწიფო მედიას და ერთ-ერთი ხაზი იყო, რომ აი მთელი ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში არისო, ეხა თუ დამტყვევა არისო. აი ასეთ საკვებს აძლევდნენ საზოგადოებას პირველივე წუთებიდანვე და თუ კი რამე გასახარებელია და თუ კი რამეს მივესალმები, დღეს არის ის, რომ ქართული ოცნების პროპაგანდას მოჭიდება უკვე აღარ აქვს. ანუ შავზე თეთრ სიტყვის ტელეკომპანია იმედი და პოსტივი და ამას დაიჯერებს საღად მოაზროვე ადამიანი, ეს უკვე აღარ მუშაობს და ვეღაც იმუშავებს და დამთავრდა, მორჩა და გათავდა, დამთავრდა, მორჩა და გათავდა. დიახაც, ეს დავინახე საკუთარი თვალებით, დავინახე და ვიგზენი ზუგდიდში, მათ შორის ზუგდიდის მოსახლეობასთან ურთიერთობით. ეხა, ნუ როგორ შეიძლება ეხა 2020 წელს კვლავ დააჯერო პროპაგანდისტულად იმაში რაშიც აჯერებდი. სამწუხაროდ ამაში ტყულდებოდა ბევრი ადამიანი, ხო, დაწყებული იქიდან რომ შპრიცებს ყრიდა ოპოზიცია გაგრძელებული, აგერ ეხა ბოლოს გახსოვთ ჭავჭავაძის განძიზე საცობები, ოდესაც ჩამოყალიბდა, ხო, ჩაჭედილი საცობები, ხელოვნურად აწყობენ ოპოზიციონერებიო ამ საცობებს, ხო, ეს ოფარკია. მოძრაობს ჭავჭავაძე. კი ბატონო, ნუ ეხა ვირუს ვავრცელებთ, აღარ ვსაუბრობ, რომ ლარის გაუფასურებით იყო დაკავებული გიორგი ქადაგიძე, მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და რომელი ერთქენო ეხა რაღაცა შეთქმულებებზე საბურავზე აღარ ვსაუბრობ და თქვენმა ჟურნალისტმა შეიხულმა რომ საკუთარი თავი რომე დაიზიანა. ეს არის რაზეც დგას დღეს ხელისუფლება. თავიდან ბოლომდე მეტი არაფერზე არ დგას რა. და გუშინ თუ რამე საგანგაშო იყო, თუ რამე იყო რაც ნამდვილად არ შეესაბამება ნორმალურ ქვეყანას და სახელმწიფოს ნორმალურ არ განვითარებულს. ეს იყო რა, რომ ხელისუფლება აგუებს საზოგადოებას, რომ კი ბატონო ძალის გამოყენებაზე ლეგიტიმური მონოპოლია უფლება აქვს სახელმწიფოს, მაგრამ იქ სადღაც შეიძლება კანონიერი ქურდი არსებობდეს, რომელმაც შეიძლება რაღაცა გადაწყვიტოს, იქ სადღაც შეიძლება ვიღაცა ავტომატიანი შემოვიდეს ნიღბით და იმას აქვს თავისი ძალა და მას უნდა ანგარიში გაუწიოთ. ეხლა ტერორიზმის დატვირთვა და ფუნქცია მარტო ის კი არ არის, რომ უბრალოდ სტრატეგიულად რაღაცა ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს. ხო, საზოგადოებაში შიში დანერგოს და დათესოს და შანტაჟი, ხო? ეს უსუსურობის განცდა, გუშინ ზუგდიდელებს დაეუფლა, ხახნო. რას ნიშნავს? ეხლა შევარდი, ეხლა რომელიღაცა ოჯახში ამაღამ 2 საათში რომელიღაცა არ ვიცი მე ბერულავების ან გოგოხიების ოჯახში და რაც გინდა გააკეთე და 1 საათში წადი ისე რომ არავინ არ მოგთოს პასუხს. როგორ შეიძლება 21 საუკუნეში, როდესაც არ ვიცი სამხედრო ტექნოლოგიები არის განვითარებული იმ დონეზე, რომ წარმოდგენაც არ ექნება უკვე ბევრ ადამიანს, ვის არადევნებს თვალყურს სამხედრო ინდუსტრიას, იმდენად ვითარდება. რაღაცა ეტაპზე ხო ჩამოშორდნენ ეს მძევლები, ხო? ხო მოიშორა. სად დაეკარგა, სად წავიდა ხალხო? ხო, სხვათა შორის, ანუ საგანგაშო რამდენიმე კვირის წინ ქუთაისში ძალიან ნიჭიერად დადგმული, ასეთ გაძარცვა მოხდა ბანკის და გაიტანეს ასევე 9 მილიონი და ასევე ოქრო. ის მძარცველის შესახებ ინფორმაციაც არ ვიცით, ანუ ეძებენ, არ ეძებენ, რა ეტაპზეა გამოძიება. დღეს კიდევ ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ერთი თვის წინ დაკარგული, აი გაექცა პატრულს, გაექცა მანქანიდან პატიმარი. ის პატიმარიც ვერ იპოვეს. დღეს დილით ბანკი დააყაჩაღეს, ბანკის ინკასატორი დააყაჩაღეს ქობულეთში. აი დღეს დილით. კი ბატონო, არ დააყაჩაღებიათო, ბატონმა გომელაურმა თქვა შენიშვნა მისცა მედიას, ეს არ იყო ყაჩაღობა, უბრალოდ გასტაცა. გასტაცა, ხო, ინკასატორს ფული. ნუ აზრებთ ყაჩაღობის კვალიფიკაციას, წარმოვიდგინეთ ინკასატორი აღჭურვილი შესაბამის რაღაცა. აი გაქცეულ პატიმარს ერთი თვე რო ვერ პატრულის მანქანიდან გაქცეულ პატიმარს ერთი თვე რო ვერ აკავებს. იმ პოლიციამ როგორ შეიძლება დააკავოს თავდასხმელი ღმერთმა ქნას რომ დააკავოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის. ერთიც თავარი დეფექტი
დაფიქსირდა გუშინ ხელისუფლების რა მე ამას ივანიშვილის ჯგუფს ვეძახი ხელისუფლება არ ყავს სადაც ივანიშვილის პირადი დაცვა არსებობს ხელისუფლებები კარგი და ცუდი სადღაცა კარგია და აქებენ სულს არ ვიცი ლანძღავენ და აძაგებენ ჩვენ არ ყავს ხელისუფლება ყავს უბრალოდ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ჯგუფი ხო გუშინ ნაცვლად იმისა რომ ეზრუნდათ საფრთხის განეიტრალებისთვის ხო მაქსიმუმი გაეკეთებიათ და აქეთკენ ყოფილიყვნენ მობილიზებულები და კონცენტრირებულები პირველივე წუთიდან არ დაახანეს და უკვე ბევრჯერ ითქვა როგორ არ უნდა თქვა ხო დაიწყეს მძევლებს შორის ოპოზიციონერების იდენტიფიცირება და საოცრება ნახეს ბატონი კვარაცხელია რომელიც აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობის მხარდაჭერი და ამაზე ეცადნენ პროპაგანდის აწევას და ერთ-ერთი ლიდერი ბატონი დინარაძე გამოდის და ამბობს რომ 90% დარწმუნებული ვარ რომ ეს ადამიანი იქ შემთხვევით არ არისო ხო მოხვედრილია ხო 10%-ის შანსი დაგვიკვირს ჩემოიკა გავიხსენოთ ეხა პოლიციაზე როდესაც საუბრობ და ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ პოლიციას ჩვენ გულისხმობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას რომელიც არის პოლიტიზირებული თავიდან ბოლომდე და უბრალოდ ღირსება აყარა უამრავ პოლიციას ეს ის ქვეყანაა სადაც არ ვიცი პოლიციელები იტაცებენ მაგალითად შუაგულ თბილისიდან მუხტალის რა მნიშვნელობა აზერბაიჯანის მოქალაქე იყო თუ საქართველოს რა მნიშვნელობა პოლიციელებმა მოიტაცეს ხო ეს ბატონი ჟურნალისტი დღემდე საუბრობს პოლიციელებმა გამიტაცესო ეს ის ქვეყანა არის ეკა სადაც პოლიციელები იტაცებენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილები და მე რუსთავში ჩაყავ კრიმინალებს გადასცემენ და მე კრიმინალები კლავენ ამ მოქალაქეს ეს ის ქვეყანაა სადაც ხმას არ იღებს ბატონი მღებრიშვილი რო იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ეხლა გადამდგარი სახში და შეიძლება ჩვენ გადაცემას ახლა უყურებს ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მუხტარი როდესაც გაიტაცეს ხმას რატო არ იღებს ნუ თუ არ იცის რომ მოუწევს ამაზე ხმის ამოღება ხო და ეს ყველაფერი ერთი ჯაჭვის რამდენიმე რგოლია დიახაც ის ტერორისტი და ის კრიმინალიც ხედავს რომ ხელისუფლება არის ქვიჩაზე მდგარი შუშის ფეხებით და სუსტია და დაწუნებული იყო ნუ მაღალი ალბათობით როგორ ჩანს ეს გუშინდელი ბატონი ყაჩაღი და ტერორისტი უშვებდა რომ წარმატებით დაასრულებდა ამბაკის გაძარცვას ცინიკურად პირდაპირ თელიერი უყურებდით და ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ საფრთხე განეიტრალებით იყვნენ დაკავებულები ოღონდ ოპოზიციის ხელისუფლება და ოპოზიციის განეიტრალებით და მედიის განეიტრალებით უგულავას მიუსიეს ეს ნორმალურია ამ კადრებსაც გავიხსენებთ მარტო ეს ფაქტი არის საკმარისი იმისათვის რომ ყველანი დავირაზმოთ და 31 ოქტომბერს მივიდეთ ყველანი აბსოლუტ პირბადეებით ორი პირბადე რომ დავჭირდეს უნდა მივიდეთ სამიც რომ დავჭირდეს უნდა გავიკეთოთ და მივიდეთ არ მიიღება არც ერთი არგუმენტი რომ კორონაა მეშინია და არ იქა დიახაც ნახევარი საათით 4 წელიწადში ერთხელ გვეძლევა ეს უნიკალური შანსი ქვეყნის ბედის შემოტრიალების კაცო წაღმა არის დასატრიალებელი წინამდე შემთხვევაში ხა ყობახიძეს უნდა დაუტოვოთ ეკა და ბატონ გომელაურს უნდა დაუტოვოთ ამ ქვეყნის მართა მომდენო 4 წლის განმავლობაში შეუძლებელი არის ბატონი ივანიშვილი აღარც დავცინის უბრალოდ რას აკეთებს თვითონაც არ იცის ბლებს თამაშობს თავიდან ბოლომდე ვერ მართავს ვერაფერს ვერ მართავს ეკა გამორიცხულია ფიქრობდნენ დარწმუნებული ვარ აბა ეხა ნაციონალური მოძრაობა იმ დიდ აქციას ჩაატარებს თუ არა გიჟები ხო არ ვიყავით თუ ჩაგვეტარებია იქიდან 1 კილომეტრში იყო ის ლოკაცია სადაც უზარმაზარ მრავალ ათასიან მასშტაბურ კამპანიურ შეხვედრას ვაწყობდით და რომელიც გაუქმდა მაგრამ გადავიდო ჩატარდება ამ დღეებში აუცილებლად იყო 100 სხვადასხვაობა ჩვენთან რომ უბრალოდ რა თქმა უნდა კამპანიურ შეხვედრა არ უნდა ჩაგვეტარებია მაგრამ შეიძლება დაგვეწყდა უბრალოდ სოლიდარობის ნიშნად 2 წუთშივე დაგვეხურა ეს შეხვედრა მაგრამ იქამდე საკუთარი ზნედაცებულობის რეკორდი აქვს მოხსნილი ხელისუფლებას აზრის კი გაჩნდა ჩვენთან როდესაც დისკუსია ჰქონდა რომ თუნდაც ის 2 წუთი რომ დავიწყოთ და სანამ გავხსნით და დავხურავთ შეხვედრას შეიძლება სპეციალურად დაიწყო სპეცოპერაცია რომ მე თელერს უთხრა რომ ხო ხედავთ აი ნაციონალური მოძრაობა რაღაცა 15000 ადამიანი იქ შეკრიბა და ჩვენ ამ დროს ტერორისტებს ვერ ვძლებთ არა ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ამას ახსნა არ ექნებოდა რომ აი მომენტში რამე ქვეყანას მოდით აი ძალიან სხვანაირად დაგანახოთ აი ყველაფერს თავი ბატონი გომელაური რომელიც დღეს საუბრობდა რა არ მინდა ეხა პიროვნული და პერსონალური თავდასხმება რა ნუ ჩემთვის ყველაფერი ცხადია როდესაც ბატონ გომელაურს ვუსმენ და ვიცი რომ ბატონი გომელაური არის შინაგან საქმეთა მინისტრი ქვეყნის კაცო სირცხვილია მე-6 კლასის განათლების
ეუფლება არ აქვს ადამიანს. აი არ ვიცი სასოწარკვეთა იმიტომ რომ დაცვის სასოწარკვეთა გეუფლება ამ ადამიანს რომ უსმენ ის კი არა რომ არა აქვს უბრალოდ უნარი იმიტომ რომ აზრს ვერ აყალიბებს ადამიანი დარწმუნებული ვარ ერთ ფურცელს ვერ დაწეს ხაცო დიქტატს ვერ და რო უკანახოთ ერთ ფურცელს ვერ დაწეს და ეს ადამიანი არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი რომელიც რას ლაპარაკობს თავად არის ის და რატომ არის ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის ეს არის იმ ადამიანის მინისტრია იმ ადამიანის უსაფრთხოებას იცავს არ გახსოვს 20 ივნისი რო იყო ეკა 20 ივნისის ღამე ნახევარი რობოკოპები ბიძინა ივანიშვილის სასახლეში რო იყო შეყვანილი ხო გახსოვთ 20 ივნის შიშით რო ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ იქ ნიკა ეს ადამიანი არ არის შინაგან საქმეთა მინისტრი ისევე როგორც ყობახიძე გუშინ არ საუბრობდა ისინი არ მოქმედებდნენ როგორც სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები ისინი ამ სპეცოპერაციის დაგენგვას და განხორციელებას თუ რა სპეცოპერაცია ჩატარდა ან სპეცოპერაცია არ ჩატარებულა ხო უბრალოდ ეხა მადლობა ღმერთს რომ სისხლი არ დაიღვარა გასაგებია მაგრამ სახელმწიფოს მიადგა უდიდესი ზიანი ხახო განცდა და გაჩნდა დაუცველობის არა ეს მართლა და ამის პირდაპირ გამოძახილი იყო რომ აი დღეს დილით ინკასატორს დააყაჩეს არა გაიტაცეს ეს ნუ განუგეშა ამას შინაგან საქმეთა მინისტრი ნიშნებს ლოგებით შეუსწორებს შეიძლება და თუ არა აქამდე დაედგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს ვინ იყო თავდამსხმელი ვინ იყო აი მძარცველი ამის ანუ რა ინფორმაცია გვაქვს მინისტრი გამოდის და ამბობს რომ ეს სოფლის სახელი დამავიწყდა სადაც ეს კაცი ეს მძარცველი ჩამოვიდა არანაირი ინფორმაცია არ აქვს დამატებითი გასაგებია რომ არის რაღაცა ინფორმაცია რომელიც გამოძიებას შეუშლის ხელს და ყველამ ვიცით რომ არსებობს ინფორმაცია მაგრამ იდენტიფიცირება მისი ვინაობა რატომ უნდა იყოს პრობლემა მაშინ გამოვიდნენ და ესეც აგვიხსნან რომ არანაირი ინფორმაცია რატომ არ გვაწოდებენ მინიმალურ ინფორმაციასაც ჩემი ვერსია და გადამოწმების პროცესია ნუ ისმაილს გითხან ძევლებს შორის რამდენი ნაციონალი იყო ეს ადამიანი არ არის გამორიცხული იყოს მოქმედი სამხედრო კი ამაზე არ არის გამორიცხული ეს ვერსია არსებობს და აქედან გამომდინარე ჯერჯერობით იკავებენ თავს რომ დაასახელოს სახე და გვარი, დაასახელოს სახე და გვარი, იქ ჩემი თანაკლასელია, იქ თქვენი თანაკლასელია, იქ რაღაცა ინფორმაციას ვაწვი, ხო? ხო გაიქცა ეს ადამიანი ხო წავიდა ფერმა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა რომ ისინი ის მძარცველი საზღვარს ვერ გადმოკვეთსო. ნუ ნახოთ აი რა დავინა ქართული ოცნება გუშინ მე დავინახე დამარცხებული უკვე დამარცხებული და მადლობა ღმერთს არჩევნები არის 10 დღეში რა მადლობა ღმერთს რომ ამათი ატანა აღარ მოუწევს ქვეყანას უფრო დიდი ხანი ვიდრე 10 დღე შეუძლებელი არის ხალხმა აპატიოს ის ცინიზმი რასაც აფქვევდა გუშინ სახელმწიფო მედია რომ თითქოს ნაციონალების მოწყობილია და ოპოზიციის მოწყობილია ისაც ხდებოდა ზუგდიდში. გამორიცხავთ რომ ერაკლი კვარაცხელია დაიბარონ და ამ მიმართულებით წავიდეს გამოძიება. ანუ უკვე ყველაფერი შესაძლებელია ამათგან კარტოგრაფების საქმე შეთხზე, სადაც ორი ადამიანი უბრალოდ იმიტომ ზის ციხეში, რომ მათი რაღაცა პროპაგანდა, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პროპაგანდას კონდეს რაღაცა ფაქტობრივი ეკა მივაქციოთ ყურადღება ქვეყანაში იმდენად მძიმე დანაშაულებები ხდება ხელისუფლების მიერ ჩადენილი, რომ ერთი მეორეს ფარავს და ეს დიდი ხანია გრძელდება, ხო? აგერ ორი მეცნიერი დააკავეს, საუბრობს ამაზე მედია, საზოგადოება 5-6 დღის განმავლობაში, რა ხუცფად მოხდება საოცრება, მე მივიწყებას მიეცემა ის მძიმე დანაშაული, იმიტომ რომ მეორე ფარავს, მე მესამე მეოთხე მოდის და ეს ყველაფერი გრძელდება უკვე დიდი ხანია და მადლობა ღმერთს როცა ვამბობ, მადლობა ღმერთს რომ მართლა 31-ში ეს არჩევნები წარმოუდგენელია ხალხმა. კი ბატონო, და ბოლოს აი რას აპირებთ ძალიან 10 დღეა ხო დარჩენილი თუ 9 დღე უკვე. რას ვაპირებთ? აი რას აპირებს ოპოზიცია ამ 10 დღის განმავლობაში რომ ეს რაღაცა გამარჯვების მუხტი აჩვენოს მოსახლეობას და დაარწმუნოს რომ მიუხედავად კორონასი, მიუხედავად ვირუსის საშიშროებისა, აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე. ვირუსი ვერ იქნება შემაფერხებელი ფაქტორი, მიუხედავად იმისა რომ რაღაცას იქ ალბათონი ჟვანია. მიუხედავად იმისა რომ ალბათონი ჟვანია ცესკოში რაღაცა დადგენილებაზე იღებს, იმიტომ დამატებითი
უბნები გაიხსნა, ხო? იზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის და მე ვაფრთხილებ ხალბატონ ჟვანიას ხელი არ წაგისდეთ არაფერზე, ხალბატონო თამარ. ბიძინა ივანიშვილი კიდევ შეიძლება რაღაცნაირად გამოძროს, იმიტომ რომ თვითმფრინავი აქვს საკუთრებაში და თქვენ უბრალოდ იქ არ ამგონია რომ იქნეთ დაპატიჟებული, ამიტომ ხალბატონი თამარ ჟვანიას როლი და ფუნქცია ხა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დადგენილებას იღებენ, კაცი შულმა არის ის ჯეჯობით რას აკეთებენ. ხალბატონი ჟვანია ჩუმად არის, მაგრამ მეც უნდათ ყველაფერი ვიცით, საქმის კურსში ვართ და უახლოეს საათებში ჩვენ სპეციალურ ბრიფინგს ჩავატარებთ და მე ვეწვევით ხალბატონ თამარს და ხალბატონ თამარს ექნება არჩევანი. ან დადგეს ხალხის მხარეს, ან დადგეს ბიძინა ივანიშვილის და კობახიძე დინარაძე, ფარცხალაძე არ ვიცი მე უჩა მამაცაშვილების მხარეს. რას ვაპირებთ? დიახაც, ბევრი შეხვედრა გვექნება, ჯერ კამპანიური 7 დაახლოებით დარჩენილი გვაქვს ჩვენ. ოპოზიცია მიუხედავად ასასხვადასხვაობისა ვიქნებით მთავარი სტრატეგიული საკითხის გარშემო გაერთიანებული და ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, ყველა მინუს ოლიგარქი დიახაც იქნება ეს ასე ვთქვათ მოცემულობა. მე დარწმუნებული ვარ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არჩევნებამდე ხელსაც მოვარწეთ დოკუმენტს ნიშნად იმისა რომ საზოგადოება დარწმუნდეს რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არც ერთ ვითარებაში არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებასთან, ანუ არ შეუქმნის კოალიციას და უბრალოდ ერთადერთი რამ რჩება რა ეკა ყველანი დიდი პატარა ავდგეთ და დავირაზმოთ და წავიდეთ არჩევნებზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგრად მოიგებს ოპოზიცია. დიდი სხვაობით მოიგებს ოპოზიცია. ძალიან დიდი სხვაობით მოიგებს. უბრალოდ მთავარია რომ მივიდეთ და მივალთ. ვერანაირი კორონავირუსი ვერ გაგაჩერებს. გამორიცხული ამბავია, როგორ შეიძლება, იმიტომ რომ გუშინდელმა ფაქტმა ხო დაადასტურა რომ ესენი არ არიან ქვეყნის ხელისუფლება, ესენი არა საკუთარი თავის ხელისუფლება, გასო. უბრალოდ შეუძლებელი არის შინაგან საქმეთა მინისტრი იქცევა როგორც პირადი ცოლი ყვა ბიძინა ივანიშვილის. არ იქცევა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი ყავს ქვეყანას და ამბობს რომ მე რა მოხდა 3 საათი თუ დაიგვიანა სასაბმო მე რა მოხდა ამას რომ იტყვი შენ ეს ჯანდაცვის მინისტრი ეს უკვე ნორმალური არ არის. არ არის ნორმალური, მაგრამ ამას უნდა რომ შევეგუოთ, არ შევეგუებით, ეს რო იყოს არჩევნები ერთ წელიწადში, ნამდვილად ტრაგიკული მოცემულობა გვექნებოდა. ერთი წელიწადი ამათი ატანა ძალიან რთული იქნებოდა. 10 დღეში ძალიან დიდი სხვაობით დამარცხება ხელისუფლება ოპოზიციასთან. ეს ჩამეყარა 2012 წელს მაგალითად, აი ხო ამბობენ რომ ნაციონალურ მოძრაობა 2012 წელს ცოტა ხმა კი არა იყო, პროცენტულად 42% აიღო, მაგრამ ხალხის მეხსიერებაში რა დარჩა, რომ უპირობოდ პირწმინდად დამარცხდა და ასეც იყო. ასევე დამარცხება ბიძინა ივანიშვილის ჯგუფი 31 ოქტომბერს. არანაირი ძველი ბიჭი, კანონიერი ქურდი, ვიღაცა ვითომ კანონიერი ქურდი და ვითომ ძველი ბიჭი არ უშველის, ხო? გამორიცხული არის რომ ვინმეს ოდნავ მაინც ეპატიოს ერთი თვიხვის გაყალბება არჩევნების დღეს. რომელი ძველი ბიჭი ან კანონიერი ქურდის ვიღაცა ხელდასმული ბიჭი უნდა დადგეს საარჩევნო უნაცა და მოპაროს მომავალი ჩვენ შვილებს? გამორიცხული არა, წალეკავს ხალხი. წალეკავს უბრალოდ და მორჩება და გათავდება რა. აი არ არსებობს უბრალოდ შანსი არ არსებობს რომ ხელისუფლება მოახერხოს არჩევანი მოპაროს და იძლეოდოს არჩევანზე საზოგადოების. მე კი არა ვარ მარტო იმისათვის მზად რომ აი ეს არ გავაკეთებიო. 10,000-ობით ადამიანი არის ამისთვის მზად. თავს გადადებენ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე 10,000-ობით ადამიანი გმირი კომისიის წევრები, დამკვირვებლები როგორც უბნიშნით, როგორც უბნის გარეთ ვიქნებით მოლოდინში ამ ქვეყნის გამარჯვებისა და ამას ვერ წაგვართოს ბიძინა ივანიშვილი. გამორიცხულია, რატომ უნდა წაგვართოს ბიძინა ივანიშვილი, რომ ბევრი ფული აქვს უბრალოდ და მეტი არაფერი, რითი არის ჩვენზე უფრო განათლებული, უფრო უყვარს ეს ქვეყანა პროგრესზე ორიენტირებული და რა უნდა ჩვენსგან რა, იმიტომ რომ ფული აქვს, იმიტომ უნდა იყოს და ფარცხალაძე რო ყავს და მურუსიძე რო ყავს 31 ოქტომბერს შეგვიშინდება მაგისი. გადაუვლით დემოკრატიული ტალღით, გამორიცხული ამბავი არის. არ არსებობს უბრალოდ შანსი ბიძინა ივანიშვილს ამარჩევნებს გამარჯვებას მოაპოვებდეს, რატომ განწყობა ვიცი ეკა განწყობა ხომ მოვალ თქვენთან ეთერში პირველში თუ ორში ხო ვიქნები ხო აგერ ნახავთ უდიდესი სხვაობით წააგებს. შეუძლებელია ხალხი ემზადება შეთქმულების მოსაწყობად ბიძინა ივანიშვილის ჯგუფისთვის. 10 კაცი მოატყვილებს ოპოზიციას, ან არ 60-70 კაცი მოატყვილებს ხელისუფლებას. 80% საჯარო მოსამსახურეებისა ხმას მიცემს ოპოზიციას.
პოლიციათა უდიდესი ნაწილი, სამხედროების უდიდესი ნაწილი ხმას მიცემს ოპოზიციას. დარწმუნებული ვარ. რას უნდა მიცე? ყოფაკუთეს უნდა მიცე. ვის უნდა მიცე? გაფიცეთ ყო, ვის უნდა მიცე ხმა? საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკებმა კი ნამდვილად უნდა მისცეს ოპოზიციას ხმა, მისცენ, იმიტომ ის რაც მათ გაუკეთეს ამ მათ თანამშრომელს ივერი მელაშვილს, ხო? ეს არის სამაგალითო ყველასთვის, იმიტომ რომ ერთ დღეს მის ადგილას შეიძლება ნებისმიერი ღირსება აყარა ამ ადამიანმა. ან საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი. ფული წაიღო, ეკა, ბაბატი, როგორ შეიძლება? საჯარო სამსახურის მე 4-2-ების ოჯახთან მიდა ეხა 4-2-ების ოჯახ შეიძლება ახლა ბოდიში მოუხადო კიდევაც ალბათ ადევნებენ თვალყურს და ეხა ხვდებიან და გულით სტივათ რომ ეხა ამბობენ აი ადამიანმა ეხა ფული მოიპარა და ისე გაიქცაო და შვილი მომიკლესო და ისე გადავიდა ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე რომ ვითომ არც არაფერი. ხა წარმოგიდგენიათ 4-2-ების ოჯახის ტკივილი გუშინ ეხა თელიერი იმაზე შფოთავდით რომ რა თავხედობა ჩაიდინა ხელისუფლების უნიათობით ვიღაცა ავტომატიანი ჯერ ბანკში შევიდა ისროლა გეგონება ბიჭია ისე შევიდა საგაჩაბო. ამაზე სხვა შორის აი გიორგი დვალიშვილი პატრულის თანამშრომელი გვეტყვის როგორ შეიძლება აი პოლიციას პატრულს რომელიც პატრულირებს ხო გამორჩეს ასეთი კბილებამდე შეიარაღებული ადამიანის გადაადგილება და გულში მთელი დღის განმავლობაში მართლა ნახევარი ნაციონალური მოძრაობის ეხა ყველა ლიდერი ვიყავით ჩასული ზუგდიდში. ეხა თითო მანქანაზე მომაგრებული იყო თითო სუსის მანქანა. თბილისამდე ჩამომაწე ეხა ზესტაფონიდან ქუთაისამდე მე ასე იცვლებოდნენ ეკიპაჟები ეხა თბილისიდან ზუგდიდამდე ხო არანაირ რაში ხარჯავენ რესურს რაში ხარჯავენ რა გვიკვირს ეხა გიკვირს რომ ეხა რაღაცა 4 მილიონი თუ 500,000 დოლარი ესე რა ქვია ღირსება აყრით ადამიანმა წაიღო სადღაც კაცი მოგვიკლეს პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად და არაფერი იმის შემდეგ 3 წელიწადი გავიდა ხედავ 3 წელიწადი კი არა რამდენი 4 წელიწადი გავიდა 2015 წელი იყო ძალიან კარგად მახსოვს ხო ამიტომ 31 ოქტომბერს ამ მარაზმს ვამთავრებთ ხახნო ოპოზიცია და ოპოზიცია იმარჯვებს ოპოზიცია გამორიცხული არის ყობახიძეს მურუსიძეს მდინარაძეს ბიძინეევანიშვილს ფარცხალაძეს ეს ხალხია ხელისუფლებაში ამათ უნდა მიცენ ხმა არავინ არ მიცემს ამათ გამორიცხულია მხოლოდ ანგარებითი ამორჩეველი შემორჩა და იმედი ნუ აქვს ნუც კარუსელების ტრიალის გეტი ბიძინეევანიშვილს აქვს ორი არჩევანია ერთი ეგუება რეალობას და არჩევნები ტარდება მეტნაკლებად ნორმალურ ვითარებაში და შედეგიც იქნება ისეთი როგორცაც ხალხი დააფიქსირებს ან მეორე ხელი წაუწდება მაგრამ ეს შეუმჩნეველი ვერ დარჩება წარმოუდგენელია ათასობით დამკვირვებელი იქნება და 10,000-ობით კამერა იქნება მათ შორის ტელეფონები ჩართული ისე გამიყალბო შემი არჩევნები ეკა რომ მე ვერ გადავიღო და ვერ დავაფიქსირო განურიცხული ამბავი არის და თამარჯვანია თუკი ვინმე ვერ გადაურჩება პასუხისგებლობას აი თუკი ვინმე ვერ გადაურჩება პასუხისგებლობას თამარჯვანია ვერ გადაურჩება პასუხისგებლობას ვერ გაასწრებს აქედან აი როგორც თქვენ გიყურებთ ისევ რამაში დარწმუნებული ნიკა კარგი დაველოდოთ არჩევნებს შეიძლება მანამდეც იყოს ჩვენი სტუმარი ერთხელ კიდე მოვასწრებთ ჩვენთან სტუმრობას ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან